სიახლე საჯარო რეესტრისაგან დღეიდან მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს კონკრეტული ადგილის ან ობიექტის შესახებ ინფორმაცია ერთ ონლაინ სივრცეში მოიძიოს. სივრცითი მონაცემების გაზიარების საერთო პლატფორმა ეროვნულმა გეოპორტალმა ფუნქციონირება დაიწყო, თუმცა ბიჭხნარაშვილის სიუჟეტი. საქართველოს საჯარო რეესტრმა პირველი მულტიფუნქციური პორტალი შექმნა. ამ პლატფორმაზე მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს საშუალება აქვთ მიიღონ საქართველოში არსებული სივრცითი მონაცემები ერთიან ფორმატში. საჯარო რეესტრის მიერ შექმნილი ეროვნული გეოპორტალი არის ინოვაციური პლატფორმა და თავსებადია საერთაშორისო სტანდარტებთან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პორტალის განვითარება, რომელშიც იქნება გამოყენებული ინოვაციური ტექნოლოგიები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტი. გეოპორტალის პრეზენტაცია ეროვნული სივრცითი ინფრასტრუქტურის კვირეულის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გაიმართა. ყურადღება გამახვილდა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის რეფორმის მნიშვნელობაზე. საერთაშორისო ექსპერტებმა წარმოადგინეს ანგარიში, რომლის მიხედვითაც როგორც გეოპორტალი, ასევე იქ განთავსებული გეოგრაფიული მონაცემები და სივრცითი ინფორმაცია სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის ეროვნულ სივრცით მონაცემებთან. სხვადასხვა უწყებები, ასევე კერძო სექტორი აწარმოებდა სხვადასხვა სივრცით მონაცემებს, რომლებიც იყო გაფანტული სხვადასხვა უწყებებში და თვითონ დარგობრივ მიმართულებებში და არ იყო ერთიანად თავმოყრილი გეოპორტალი, რომელიც ეროვნული სივრცითი მონაცემების ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტია, გვაძლევს საშუალებას დავაკავშიროთ ეს მონაცემები ერთმანეთთან. საჯარო რეესტრი ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის რეფორმის კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობდა. მათი ჩართულობით რეფორმა ევროკავშირის სტანდარტებთან თავსებადი გახდება და საქართველოში სივრცითი მონაცემების მართვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის. ფიქრობ, ეს ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი იყო მრავალი შეხვედრითა და უამრავი ტექნიკური დისკუსიით. ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ დავასრულოთ ის პროექტი, რომელიც მსოფლიო ბანკისა და მხარდამჭერი სააგენტოებისთვის უნდა განვახორციელოთ. იუსტიციის მინისტრმა პროცესში ჩართულ მხარეებს მადლობა გადაუხადა. პაატა სალიამ სიტყვით გამოსვლისას რეფორმის მნიშვნელობასა და ქვეყნის განვითარებაში ეროვნული სივრცითი ინფრასტრუქტურის როლზე ისაუბრა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს დაუკავშირდეს ინფრასტრუქტურულ რუკას და მიიღოს ყველა ის მონაცემი, რომელიც მისთვის საჭიროა არსებითი გადაწყვეტილების მისაღებად. მაგალითად, ინფრასტრუქტურული პროექტის დასაწყებად, სახელმწიფოსთვის ან კერძო სექტორისთვის, ასევე დეველოპერული პროექტების დასაწყებად, თუნდაც უძრავი ქონების შესაძენად. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის რეფორმა მიზნად ისახავს ქვეყანაში არსებული მონაცემების ეფექტიან მართვასა და ხელმისაწვდომობას.